ნიჭიერი და საყვარელი კაცი. მსახიობი როლანდ ოქროპირიძე. მოდი გენაცვალე. ოდილი იყო ჩემი ფეხი თქვენთან და ახალ სტუდიაში. წარმატებები, კარგად ყოფნა, ყოველი კარგი. დაბრძანდი როლიკო. აი ეს. როლიკო, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ შოუში. ნამდვილად ეგრე იყოს. გენაცვალე. კაცო, იცი რაზე ვფიქრდი? ეხლა ჩვენ ორივე კახელები ვართ. ხო. ორივე ხელოვნება ემსახურებით. კი ბატონო. შენს გურჯაანელი, მეც ფესვიძირი გურჯაანში მაქვს და როგორ მოხდა რომ პირველად ხარ ჩვენ შოუში, ჰა? ეგრე დაგვემართა, რა გიჩქრა, არ ვიცი. ასე გამოვასწორეთ. რა თქმა უნდა გამოვასწორეთ და როგორ იქნა ვარმეს. გენაცვალე შედა, იცი რა მინდა გითხო? 16 იანვრის მერე თუ იყავი ჩასული გურჯაანში. ხა რატო გეკითხები, რომ 16 იანვარს იმღერე შენ ჩემო თელავო და მითხარი, როგორ შეეგება შენ ამ სიმღერას გურჯაანი? რა ვიცი, მე მგონი რომ კარგად, იმიტომ რომ მოეწონათ ყველას. სხვას შორის გეგე იყო იქ გადაცემაზე და გეგე მითხრა რომ შენო ბალღო გურჯაანშიო, რო ჩახვალ, კასკა დაიფარა და ეგრე ჩადია. მე ვთქვი, არა მაგ ეგრე იქ საქმე მეთქი რომ კასკი ძვიარო ეხა ჩემ გურჯაანში, ნამდვილად ეგრე არა. ხო. მე მგონი რომ მოეწონათ რაღაც ხალხს და ის კი არა მოთხოვნა. კი, ძალიან მოეწონა, რომ სრულად თუ იქნებაო ჩავწეროთ, იმიტომ რომ რაღაც დაუსრულებელი ამბავი მოხდა იქ ძალიან შემთხვევით ჩავწერეთ ეგ ნაწყვეტიც რა და ესეთნაირად მოხდა რომ ვერ გავედით ბოლოში. ეხლა ვპირდებით მაყურებელს რომ ჩავწერთ მაგას და ვიღაცა მარიცი რომ დამირეკა და მითხრა მაგასთან დაკავშირებით. ჩემო მეგობარმა რომ მოკლედ თუ რანაირად იმღერეო რა არისო ეგო რა არის რა მეთქი და აი შევარდნაძემ ხო ბერლინი კედელი დაანგრიაო და ოქროპირიძემ კიდე თელავი გურჯაანისაო. ეგეთი რამე მოხდა. რა ჯობია მინდა რა ვიცი მოუწოდო თელაველებსაც, გურჯაანელებსაც, ვანელებსაც, ხონელებსაც და თუ კი ესე გაღმა გამოღმა თბილის რომ შეერიგდნენ ერთად ვიყოთ და რაღაცა სულ ერთი მუჭა ხალხი ვარ და რაღაცა ერთმანეთს მოეფეროთ და თუ რამე მხოლოდ კეთილად ვიხუმროთ. ეგრეა ზუსტად. იერთდები ნამდვილად ამ სულისკვეთებაში. შენ გურჯაანულ ამბებს ყვები გადასარება და მოდი ჩვენ შოუშიც გაგვანდე გამები. რა ვიცი შევეცდები. ზოგადად როგორ არის გეცი რომ მიჭირს რაღაცა კახეთში ცოტა ისეთი უმორია რა. ვიცი მოსფერილი ვაკელი. ძიმე უმორია რა ქვია და ეს ფორმატი არ იძლევა საშუალებას ყველაფერი გავაჟღერო. აი მაგალითად ერთ ჩემი მეგობარია კახეთში და მოკლედ ამან მოიყვანა ცოლი ვაზისუბნიდან. მოგეხსენებათ ვაზისუბანი კარგი სოფელი ის და შვენიერი. მოიყვანა ცოლი იქიდან და სტუმრად რომ მივიდა პირველად ახალი სიძეროა რა. სუფრა რა თქმა უნდა თავისთავად რომ გაუწყოს დახედა უცებ რომ კურდღელია რა სუფრაზე და ეხა კურდღელი რა კაია დიეტური რამე საჭველი კარგი მაგრამ ნუ რაღაც თურმე მიირთვა მეორედ მივიდა ეხა კურდღელი დახვდა დაკრული ნახევარი შემწვარია ნახევარი წარეშია გაკეთებული ნუ გემრიელია კაცო კიდე მიირთვა კიდე მესამედ კიდე კურდღელი ეხა იმაში შეუწვია თონეში შეუწვია ძმაკაცებთან მივიდა, რამდენიმე კურდღელი დახვდა, დაკრული აქეთ ისე და გამოვიდა. მე ნუპაგაძი ვარ, რამდენი კურდღელი მაჩვენა. ეს რა. ნუპაგაძი ვარ. სიძე ვარ თქვენი. ეს ერთი ბიჭია, რომ ესნაირი კარგი უმორია, თვითონაც და რაღაცნაირად იხდენს ამას ეხა მაგალითად ცოლებს, თავის მეგობრის ცოლებს, გელძაღლებს ეძახის. გელძაღლებს. ხვაი ესეთი ესეთი ისაა რა ქვია. რა ვარი მოფერება? ესეთი მოფერებით იცის, ოღონდ ისე ტკბილად ეთყვის იმათაც. ხუმრობა გახსნილია, რა ქვია. მე ბერჯერ მომისმენია, როგორ ეკითხება თავის მეგობარს. შენი მგელძაღლა როგორ არის? რაღაცა ეგეთ. ისე ტკბილად გეტყვის ეს ყრიმალები რომ დააჯდებათ ხოლმე და ესე თუ მოგმართეს შეიძლება საშინელი სიტყვა გითხრან, მაგრამ მოუხდეს. გულში არ მოხდეს უდად. ო, ეხა მოუხდეს რო თქვია ეს სზე. გამახსენდა რომ ახეთში ზოგადად ხო ზოგჯერ არის რომ ყველა კუთხეს თავისი მოუხდე იწვი რაღაცა და მოუხდე ო თავმა იკლამს თეთრი გედი ამაღამ ერთხელ ქორწილში მოვისმინე თავსარა თავმა იკლამს თეთრი გედი ამაღამ ხო და მოაკახურა რა და ვიღაცა ეუნება რომ თქვენო აიო გურჯაანელებიო თუ რა ვიცი კახელებიო ეს სსო ვერ იძახითო სსო ან გაუკვირდა ძალიან როგორ თუ სუი ვერ იძახი აღამ შენი ტყუ მას სოსოი როგორ ვამბობ სოსოი როგორ ვიძახით მაო კიდე ერთი ამბავი გამახსენდა მაგაზე რომ სტუმრები ყავს ერთ კალკას თურმე კახეთში და თავის მეზობელი ბიჭი ეხმარება
რომ წვადები შეწვან რაღაცა და სტუმრები არიან მოსულები და ვაჟა ქვია რა, კაც, ვისაც სტუმრები ყავს და მეზობელი ბიჭიც ვინც ეხმარება, გახარებულია რომ სტუმრები არიან და ამ ვაჟას ეხმარება და ამ სტუმრებთან რაღაცას ლაპარაკობს, ახალ ამბებს გაიგებს, რაღაცა უხარია და დაასდებს ამ ვაჟას რომ ვაჟაო, გენაცვალე, აბა წვადი დავაწყო უკვე წვადი ვაჟაო ეუნება. ვაჟავე. ვინო ჩამოასხა ვაჟაო? რაღაცა ისა ვაჟაო, გადავიდე იქ ჩემთან გადმოვიდე და ამ ვაჟას შეწუხდა უკვე ვაჟაო და გაიყვანა და ეუნება რა არისო ბიჭო ეს ვაჟავ რა არისო და უბედურება სტუმრები არიან ეს ვაჟავ ეს მოაცილე საერთოდ ეს ეს ეჩხუბა რა ის წყნარად ჩუმად მოტეხილში და ამან თორმე უყურებს შეწუხებული სახი და მარა დაგიძახო აჟავო წინა მოაცილა მარა დაგიძახო აჟავო ბოლო არ მიგრია აი ეს პროფესია მსახიობობა. როდის და როგორ აირჩია? აი ეგ მაინტერესებს ხაშო ზარსოს მიკითხავ შენთვის. მინდოდა ძალიან მეზღვაურობა. აი ეხლა ძალიან მინდა რომ ზღვაში და რა ვერ ჩავაბარე ეგ ჩემი ვერ ჩავაბარე მე მეგონა რომ ვერ ჩავაბარე ნეტა მეცადა. რომ იქ საჭირო იყო ესე იგი გეომეტრია, ჩასაბარებლად და ფიზიკა და ეს ტექნიკური საგნები ცუდად ვიყავი ამასთან სკოლაში. ხო და მე მოვხდი იმაში კავენში. კავენში სულ პატარა ის მქონდა, რა ქვია, როლი მქონდა ასე ვთქვა და სცენაზე რომ გამოვშდი ისეთი რეაქცია მოყვა ამ ამბავს რომ შემეშინდა რომ მეთქი რა მოხდა მეთქი რამე დავაშავე თურმე ძალიან მომეწონა ამან ეხა იმოქმედა შინაგანა ძალიან და მე ზოგადად ჩემი მამა პაპა ისეთი ხალხი იყო რომელიც ესე ხალხს ძალიან უყვარდა და თვითონ რაღაცა ის ჰქონდათ შარმი თუ არ ვიცი რაღაცა და გამოსდიოდათ რა ესე მეგობრულ წრეში ლექსი ძალიან უყვარდა მამასაც პაპასაც და სიმღერაც გამოსდიოდათ თქონდა არა ესე ჩემ ხოდა მე ვიფიქრე რომ რადგან აი რაღაცა ესეთი მონაცემი აქვს ჩემ გენეტიკას და გვარს და ეს სიყვარული და რაღაცა მეთქი რატომაც მეცადა ჩემ წინააღმდეგი იყო ძალიან გაუკვირდა რომ რა შუაშიაო საიდან მოიფიქრეო მე ისეთ პერიოდი იყო მითხრა რომ მანდ ვერ მოგეხმარებიო მაპატიეო რა ვერ მოხდებიო და რატომ მეცნობა გული გამიხეთქო და ფასიანზე და იქ რომ მოხდებო გამიჭირდებაო და არ გინდა მამა მეთქი მე თვითონ ვიზო და მადლობა ღმერთს ამოვედი პირველივე წელზე ისეთნაირად მოხდა რომ ფასოდაც მოვხდი თეატრალურში რომ მივედი ახლა და სად უნდა შევიტანო საბუთები და პირველი აწერია დრამისა და კინოს მსახიობი და მე მოყვება რა 1000 რამე მუსკომედია რაღაცა თეატრის მცოდნეობა რაღაცა და ბიჭო ეს პირველი ეტყობა ემოციურად რომ წავიკითხე დრამა კარგად არ ვიცი რა არის ეგ დრამა და კინო გავიგე მაგრამ დრამისა და კინოს მსახიობი ეს დრამამ შემაშინა რა თან პირველმა გადავავლეს სწრაფად თვალი და მოკლედ ავედი ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი შემხვდა ისა ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი და შენ რაღაც მეტყობა რომ მოვეწონე თვალში და მოდი სად გინდაო რომ ჩავაბარო და მე ვთხარი რაღაც მეთქი ვერ გავიგე მეთქი რა თან მარტო ვარ წარმოიდგინე ან მარჯანიშვილის თეატრში მინდა ჩავაბარო ან რუსთაველის თეატრში აი მაგას დღემდე იხსენებენ ხოლმე წარმოიდგინე ანუ რა დონეზე ვიყავი ის თქმა მინდა რა ამ იმდენად ცუდად ვიყავით მეხტაცემული კაკალი მქონდა ნანახი მარტო გურჯაანის თეატრში წარმოიდგინეთ ეგეთი მდგომარეობა იყო ანუ მინდა რომ მადლობა გადავხადო ქალბატონ მედია კუჭიხის რომელიც ჩემი პედაგოგი იყო გარდაიცვალა სულ ახლა ხანს და მადლობა გადავხადო რომ ესე იგი ანუ ძალიან ისეთ სავალალო მდგომარეობიდან რაღაცა გამდე მივედით მოკლედ ამ სფეროში მე გადავწყვიტე რომ ნამდვილად მესწავლა და შეიძლება ითქვას რომ არც შემსახარ შემომძამაო კარგად პირდაპირ შემიძლია რომ გითხრა მადლობა დიდი მაყურებელს ძალიან მოსწონს და უყვარს შენს მიერ ნათქვამი ლექსი და მინდა გთხოვო რადგან პირველად ხარ ჩვენ შოუში ლექსი აქაც ბრძანო უარი ნამდვილად როგორ გითხრა თან მოდი თქვათ კახეთს კახეთზე კი ბატონო ბუნებრივი იქნება და კარგი იქნება ნამდვილად თან ისეთი თქმა მინდა იცი რომ ტიციან ტაბიძე კაცო ეს იმერელი კაცი ისეთი ლექსებია კახეთზე რომ კახელს არ აქვს გონი ესეთი ლექსები დაწერილი ასე გვეძახის ალაზნის ველი მოდით სტუმრები ხართ სასურველი მოდით დავლიოთ ყვარელის ღვინო მოდი
ახურად რომ მოვილხინოთ. გელით პოეტებს სუფრა გაშლილი შილდაში მღერის დედას ლევანა და ართანაში ყარალაშვილი სოფლიდან სოფლად მეხად გადადის მრავალჟამიერ ჩვენი თამადის თითქოს წინანდლის სეტყვა ურწყამდეს და რა იტანს სიმღერას ამდენს ბაიათებით სუფრა იხჩობა გვაჩვენე ბიჭო ეხლას ბიჭობა დალი ყანწი და არ გეძნელოს ტკბილი კახეთის სვავს ადღეგძელოს ვიცი ეს როლეთ შვიდთა მაგრამა რომ დააცილეთ ვიცი ესეცა ერთხელ ეს როლა ბერმა პაპამა და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა შვიდჯერო გითხრათ ლექსები ყველა შვიდივე გაცდენილია თავს დაგვიარა ვაჟა ფშაველამ ზვავად გვაწვება მხრებზე ილია და რა დაითვლის კახელ ვაშკაცებს ან შედავებას ვინ გაუბედავს და ავწიოთ ღვინის თასები და უდღეგძელოთ მშობელი დედა ამაზე სიტყვა რომ თქვა თამამად ამიტომ სუფრა გვიწევს თამადათო აი ესეთი რამე მადლობა ესეთნაირად მოეფერა აი ამ წინვარე ლექსის მერე მოდი როლანდ ისიც უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენ სიმღერა მოვამზადეთ თანაც ვინაიდან ბაღაშვილებთან ხარ სტუმრად ბაღაშვილების სიმღერად როგორ დავრჩება არ გამოვიდო და მოდი შენ აქეთ გადმობრძანდი და ხო მომეხმარები რა თქმა უნდა მოგეხმარები შენ აქეთ გადმოდი მე აქედან კარგი ბატონო უსიმღეროდ როგორ იქნებოდა ბაღაშვილებს დავწყოთ მაშინ წავედი კეიფს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ დილიჟანს შიგჩავის სოლომებს პატარაჩლის თავს მოვაჭრი რუმბივით გასიებულ მიკიტას ჩვენ საკადრის სუფრას თუ არ გაშლის წმინდა მიქელ გაბრიელს სანამ გავახსენდები სანამ ქვეყნად არსებობას მაცლის არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ დაილოცოს ურმარილის მადლი არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ დაილოცოს ურმარილის მადლი ღვინო მამა პაპური დალოცვილი კახური მირჩევნია უკვდავების წამალ ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა ოდა სანამ სიკვდილი კარზე მომიკაგონებს ჩემს ნაკვალებს წალეკავს და წაშლის არემარეს ავიკლებ არაფერს არ დავიკლებ ტრიჯინაზე ზღაპრულ სუფრას გავშლის კეიფს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ დილიჟანს შიგჩავის ოლომებს პაპარაშლის შემოვისხავ ძმაკაცებს აქედან და იქიდან თეთრ დუქანში ზღაპრულ სუფრას გავშლის შემოვისხავ ძმაკაცებს აქედან და იქიდან თეთრ დუქანში ზღაპრულ სუფრას გავშლის ღვინო მამა პაპური დალოცვილი კახური მირჩევნია უკვდავების წამალ ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა ღვინო არის სამოთხე და ედები ვიცარდალებს ჯოჯოხეთში წავა